ჩვენზე სხვა რა სიტყვის მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. თავარია ჩვენ რას ვამბობთ სხვაზე. აი მაგალითად ახლა შეხედე. აი რა ლამაზი გოგონა ხო ხედავთ. ესეთი რამდენია კიდე. დავუშვათ ვიღაცამ თქვა რა დაჯღანული გოგოა. რა ეს მართლა დაჯღანული გახდება? ხო არ გახდება. და ილაპარაკოს იმან რაც უნდა. ეს ლამაზი დარჩება ხომ არ თან. მაგრამ ის შეირცხენს თავს ვინ სიტყვის რა დაჯღანული. დავუშვათ კეთილი გოგონა. მე ხო ლამაზი რო იყო შევატყე, მაგრამ შეიძლება ხო კეთილიც არის, ვინ იცის? შეიძლება იმაზე უფრო კეთილია ვიდრე ლამაზი. ვიღაცა იტყვის რომ ეგ ძუნწია და არ არის კეთილი. და ამის სიკეთეს რამე მოაკლდება? არაფერი. ანუ სხვა რა სიტყვის ჩვენზე ეგ არ არის არსებითი. აი ჩვენ რასაც ვიტყვით სხვაზე ეგ არის მნიშვნელოვანი და რატომ? რასაც მაგალითად აი ნახეთ ესე იგი აივანზე ერთი სახლის აივანზე სამი ადამიანი დგას, ღამეა, შუა ღამეა და ამ დროს აი ამ ღამის სიბნელეში ერთმა კაცმა გაიარა აივნის ძირში და ერთი ამბობს ეტყობაო ეგო მოსაპარად მიდისო. შეარჩიაო კარგი ბნელი ღამეო და ეტყობა მოსაპარად მიდისო. მეორე ამბობს ეტყობაო ეგო სალოთაოთ მიდისო, დასალევად მიდისო, ამ შუა ღამისას მოკლედ აღარ გათენდებოდა ორო დღე არ. მესამე ამბობს რომ ეტყობა ვიღაცა გაჭირებული ეგულება და იმის დასახმარებლად მიდის ავადმყოფის. ის კაცი სამრამეზე ხო არ მიდიოდა, ხო ერთ რამ საქმეზე მიდიოდა, მაგრამ აივანზე ვინც იდგნენ ყველა ისი ფიქრა მასზე როგორების თვითონ იყვნენ. გესმით? ანუ ამიტომ რასაც ერთი იყო კეთილი, ანუ როგორიც შენ ხარ, ეგრე გონია რომ სხვაც ალბათ მაგიტომ იდის. გესმით? ამიტომ რას ლაპარაკობ შენ სხვებზე, მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.